დასავლეთ ჩვენ თუ რამე უნდა უსაყვედუროთ, ის უნდა უსაყვედუროთ, რომ არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ თავისთვისაც, რომელიც მერე ძვირი უჯდება. და არა ის, რომ გავიხაროთ, რომ აი ხო ამბობთ, მართლები ვიყავით, ნატო არ უნდა გაფართოვდესო. ჩვენთვის ამით რა იცვლება? ჩვენი გეოგრაფია ხო არ იცვლება ამერიკის პრიორიტეტების ცვლილებით. ჩვენი პრიორიტეტები ხო არ იცვლება, ჩვენი დამოუკიდებლობა ხო გადასარჩენი რჩება. როგორი უკმაყოფილოებიც არ უნდა ვყოფილიყავით იმით, რომ ამერიკამ მეტი არ გააკეთა იმისთვის, რომ 2008 წელს მაპი არ დაბლოკილიყო და რუსეთს ომი ვერ გაებედა. როგორი უკმაყოფილოებიც არ უნდა ვიყოთ იმით, რომ უფრო დიდი თადარიგი არ დაიჭირა იმისთვის, რომ რუსეთს ომი ჩვენთან ვერ დაიწყო. მე ხო ვიცი რუსეთთან ომი რატო შეწყდა, ვინც არ უნდა მიმტკიცოს საწინააღმდეგო, 5 დღეში რატო დასრულდა, ხო ვიცი. იმიტომ რომ ამერიკის სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა და მისია შემოვიდა, რომელსაც ამერიკის თავდაცვის მდივანი ხელმძღვანელობდა და გემები შემოვიდა, მე 5 თალი გემი ბათუმის პორტში, რომელზედაც რამდენჯერმე ნამყოფი ვარ და ჩემთვის ძალიან ნათელია რატომ გაჩერდა მაშინ 5 დღეში ომი. კი, არ იყო საკმარისი. მაგრამ ხო 5 დღეში გაჩერდა. კი, ჯოჯოხეთია 500-მდე ადამიანი დაიღუპა იმ ომშიც. მაგრამ აფხაზეთის ომში 10,000-მდე დაიღუპა ყველაზე კონსერვატიული გათვლებით. სრულიად სრულ არის ეს დილემა, თითქოს არსებობს ცალკე რაღაცა ევროინტეგრაცია და არსებობს ცალკე საქართველოს დამოუკიდებლობა. ეგეთი რამე არ არსებობს, რომ რაღაცა პირი ერთმანეთს არის მიბმული. თუ ჩვენ მივლით დასავლეთით, ჩვენი დამოუკიდებლობა იქნება უფრო გამტკიცებული და ჩვენი დამოუკიდებლობის დაზიანება დაჯდება უფრო მაღალი ფასი. თუ ჩვენ ვიქნებით მარტო, ჩვენი დაზიანება დაჯდება უფრო დაბალი ფასი. ჩვენი გეოგრაფია ხო არ იცვლება. ჩვენ ქვეყანას ხო არ ამოვთხრით და სხვაგან ხო არ წავიღებთ. ხო აქ უნდა დავამკვიდროთ მშვიდობა, აქ უნდა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, აქ უნდა გქონდეს კეთილდღეობა. ხო და ეს ყველაფერი ვერ მოხდება ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გარეშე. რა ხარისხისაც არ უნდა იყოს. პატარა ქვეყნის სუვერენიტეტი შეიძლება გადარჩეს მხოლოდ და მხოლოდ ალიანსში. ფიქციაა პატარა ქვეყნის სუვერენიტეტი ალიანსის გარეშე. და დასავლეთის ინტერესები მრავალჯერ შეცვლილა. საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ამერიკის პრეზიდენტებიც იცვლება, პრიორიტეტებიც იცვლება. ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება, ჩვენი მეზობელი ისევ რუსეთი იქნება. ისევ კავკასიონის ქედი გამოყოფს რუსეთისგან. ამიტომ ჩვენთვის ეს არაფერს არ ცვლის. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ სიარულს დასავლეთისკენ, დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურისკენ, ნატოსკენ, ისევ ვაბრახუნებთ ნატოს კარზე, ისევ 2008 წლის ბუქარესტის დოკუმენტს ვიყენებთ, რომ საქართველო და უკრაინა გახდება ნატოს წევრი. სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს.